დაახლოებით 3 წელია რაც ბიზნესის სფეროში ვარ. ბევრი ბიზნესი დავიწყე, ბევრი ბიზნესი ჩაფლავდა, ბევრი ბიზნესი არ გამომივიდა, ბევრი პრობლემები მქონდა და ბევრი სირთულეები გადავლახე. და ამ 3 წელს განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც გავიაზრე არის ის, რომ мотиваცია არის სისულელე. და სწორედ ამიტომ მინდოდა რომ ესაუბრა мотиваციაზე. რა არის мотиваცია? ჩემი აზრით, мотиваცია არის შენი შინაგანი ნაწილი, რომელიც გაწვება და გიქაჩება, რომ ყოველდღე იმუშაო იმ მიმართულებით, რომელიც დაგეხმარება, რომ რეალურად იმ ცხოვრებით იცხოვრო, რომელიც მართლა გინდა. და თუ мотиваცია არ გაქვს, არაფრის ინტერესი არ გაქვს და რაღაცნაირად უფერული ცხოვრებით ცხოვრობ, დიდი ალბათობით ეგ არის იმის ბრალი, რომ არ აკეთებ იმას, რაც რეალურად გინდა. ან არ იცი რა გინდა რეალურად. მიკროფონი დავარცხე. როცა ამ ვიდეოზე მუშაობდი, ფიქრობდი თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ 20 წლის ასაკში, როცა ჩემი პირველი ბიზნესი დავიწყე, მქონდა საკმარისი გამბედაობა და სურვილი, რომ ჩემი ცხოვრების წესი თავიდან ბოლომდე შემეცვალა და დამეწყო პირველი ბიზნესი. ეს ყველაფერი საინტერესოა, იმიტომ რომ 20 წელი მივყვებოდი ცხოვრების ეგრეთ წოდებულ ტრადიციულ გზას, რაც გულისხმობს, რომ უნდა ჩააბარო სკოლაში, მიიღო კარგი ნიშნები, დაამთავრო სკოლა, შემდეგ აირჩიო მშობლებისთვის სასურველი პროფესია, ჩააბარო უნივერსიტეტში და ჩემ შემთხვევაში გახდე ექიმი, რომელიც საკმაოდ ღირსეული პროფესიაა და რა თქმა უნდა მომიხდებოდა. ყოველ შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ არასდროს მიგზნია თავი ისე თითქოს რასაც ვაკეთებდი და როგორაც ვცხოვრობდი, იყო რეალურად რაც მინდოდა. და აქ ყველაზე უარესი ის არის, რომ ვფიქრობ, იმდენად დაკავებული ვიყავი იმ გზაზე სიარულით, რომელიც ჩემთვის წინასწარ იყო გაყვანილი, რომ დროც კი არ მქონდა, რომ რეალურად მეოცნება, ან დავფიქრებულიყავი რეალურად რა მინდოდა ცხოვრებაში. ეს არის ჩემი ბრალი, იმიტომ რომ არ ვსვამდი შეკითხვას რატომ. ალბათ იმიტომ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ იყო სასიამოვნო, იყო დამაბნეველი, გაუგებარი და ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, საშიში. ჩემი აზრით мотиваციას ძალიან არასწორად უყურებენ. ყოველ შემთხვევაში 20 წლის მე, რომელსაც მეგონა რომ мотиваცია არ მქონდა და ამიტომ არ ვაკეთებდი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამიტომ არ ვაკეთებდი მინიმუმზე მეტს, უბრალოდ ვცდებოდი და ეგ იყო იმის ბრალი, რომ არ ვსვამდი სწორ შეკითხვებს. ჩემთვის ერთადერთი რამ, რაც რეალურად დამეხმარა ამ 3 წლის განმავლობაში და რაც რეალურად მეხმარება, რომ გავაკეთო ის, რაც საჭიროა, მიუხედავად იმისა, რამდენად რთულია და რამდენად საწოლებელი არის იმ მომავლის სურათი, რომელიც შესაძლოა რომ მქონდეს, თუ ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორაც ცხოვრობდა 20 წლის ნიკა. და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ გინდა იცხოვრო, არ გიწევს ერთხელ. დღეს რო თქვა, რომ დავშავთ აღარ ვაპირებ, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც აქამდე ვცხოვრობდი და შევიცვლები და ის ლოგიკაზე დაფუძნებული мотиваცია მექნება, რომელიც ხელს შემიწყობს, რომ გავაკეთო ის, რაც საჭირო. არა, ამ გადაწყვეტილების მიღება გიწევს თითქმის ყოველ მეორე დღეს. იმიტომ რომ мотиваცია შეიძლება გქონდეს, შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ რაც უნდა გააკეთო და რაც აუცილებელი არის, ის არსად არ ქრება. ყოველდღე იქ არის. ყოველდღე უნდა გააკეთო რაღაცა იმისათვის, რომ მიზანს რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიო. აი მაგალითად დღეს მიზარებოდა ამ ვიდეოზე მუშაობა. და დაახლოებით 3ჯერ მომნახე გზა იმისა, რომ ეს ყველაფერი უფრო მარტივად გამეკეთებია. მაგრამ შემდეგ დავფიქრდი და მივხვდი, რომ ჩემი მიზანი იყო, რომ ეს ვიდეო რაც შეიძლება კარგი გამოსულიყო, რაც შეიძლება მეტი აზრი ჩამედო, რაც შეიძლება მეტი აზროვნება ჩამედო, რაც შეიძლება მეტი გამოცდილება ჩამედო ჩემი ცხოვრებიდან, რომ ბევრად უფრო სასარგებლო ყოფილიყო, ვიდრე უბრალოდ მიხუჩაბათებული პრეზენტაცია мотиваციაზე. ამიტომ გავჩერდი და ჩემ თავს დავუსვი ძალიან მარტივი შეკითხვა. რა მოხდება თუ ამ ვიდეოს არ გააკეთებ ისე, როგორაც გინდოდა? და მოდი გავითამაშოთ. ოკეი, გააკეთებ, შეგიძლია გადადო ხვალისთვის, არაფერი უჭირს, ან დაისვენ, იმიტომ რომ დაღლილი ხარ, ბევრი იმუშავე და არავინ არ დაგადანაშაულებს თუ ეხა მაგალითად რაღაცნაირად არ გაქვს თავი იმისა, რომ ეს ვიდეო ისე გააკეთო, როგორაც საჭიროა და როგორაც შენ თვლი, რომ აუცილებელი არის. რა მოხდება? წინ ვერ წახვალ, იმის მაგივრად, რომ შენი მიზანი შეასრულო და შენ მიზნამდე მიხვიდე, ერთ 10 ნაბიჯს გამოვუკან, შენ თავთან დობას შეირყევ, პატივისცემას შეირყევ და ვერ მიაღწევ იმას, რაც გინდოდა.
და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასე მოიქცეოდა ზუსტად 20 წლის ნიკა, რომელიც აბრალებდა გარემოებას, მოტივაციას, დაღლილობას, მშობლებს, მეგობრებს და ბევრ სხვა რამეს თავის გარდა, რომ რაღაცა ისე კარგად ვერ მიდიოდა, როგორაც უნდა წასულიყო და ელოდებოდა გამართლებას ან ბედს ან რაღაცა სასწაულს, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვლილიყო. მაგრამ, რა თქმა უნდა, შეგიძლია რომ ეგრე გააგრძელო, ხო? შეგიძლია რომ ეგრე გააგრძელო ცხოვრება და საბოლოოდ ალბათ მოგიწევს რომ იშოვო სამსახური, იმიტომ რომ არსებობა გიწევს და ამ სამსახურში მართლა აკეთო ისეთი რაღაცეები, რაც გეზიზღება, არც დრო გექნება, არც ფინანსური თავისუფლება გექნება, არც სადმე წასვლა მოგზაურობა შეგეძლება და საბოლოოდ რაც უფრო მეტი დრო გავა, ისე შეგზიზღდება შენი ცხოვრებაც და შენი თავიც, რომ უბრალოდ აუტანელი გახდება. იმიტომ რომ დღეს უარი ვერ თქვი კომფორტზე. და როცა ასე შეხედავ სიტუაციას, ბევრად უფრო მარტივია გადაწყვეტილების მიღება. იმიტომ რომ რაც არ უნდა გააკეთო, საფასურის გადახდა გიწევს. აქ შეკითხვა არის მხოლოდ ის, თუ რომელი საფასურის გადახდა გირჩევნია. გირჩევნია, რომ მომდევნო 10 წელი იწვალო, იშრომო და ისეთი რაღაცეები აკეთო, რაც რთულია, იმისათვის, რომ მომდევნო 50 წელი შემდეგ ბედნიერი იყო და ამაყობდე იმითი, რომ შენ ისეთი ცხოვრება შეიქმენი, რომელზედაც ოცნებობდი, ან გადაიხადო მომდევნო 50 წლიანი წვალებით, ტანჯვით და საზიზღრობით, რომ მომდევნო 10 წელი კომფორტში იყო და აკეთებდე იმას, რასაც აკეთებს 99% ადამიანებისა შენ ასაკში. რაც არ უნდა ზედმეტად გაბუქებულად ჟღერდეს ეს ყველაფერი, ამ გადაწყვეტილების მიღება გიწევს თითქმის ყოველ მეორე დღეს. იმიტომ რომ мотивация ყოველთვის არ არის. ხანდახან დაღლილი ხარ, ხანდახან ვერ ხარ ხასიათზე, ხანდახან რაღაცა მოხდა, ნებისმიერი რაღაცა, რაც შეიძლება გიშლდეს ხელს, რომ ის გააკეთო, რაც საჭირო არის, თითქმის ყოველ მეორე დღეს ხდება. და ყოველ მეორე დღეს გიწევს გადაწყვეტილების მიღება, რომელი საფასურის გადახდა გირჩევნია. გირჩევნია დღევანდელი კომფორტი, თუ გირჩევნია კომფორტი, რომელიც ბევრად უფრო ხანგრძლივი და ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება მომავალში. ყველაზე მარტივი გზა იმისათვის, რომ мотивация გქონდეს და შეგეძლოს, რომ ყოველდღე იმუშაო და გააკეთო შენი მაქსიმუმი იმისათვის, რომ მიაღწიო იმ შედეგებს, რომლითაც იამაყებ, ალბათ მაინც გადის ისეთი მარტივი შეკითხვის დასმით, როგორიც არის რატომ. და თუ შენ შეძლებ, რომ შენ თავს ძალიან მარტივი შეკითხვები დაუსვა და ამ მარტივ შეკითხვებზე გულწრფელად შიშველი სიმართლით უპასუხო, რაც არ უნდა რთული იყოს ეს ყველაფერი, ფიქრობ, არ გექნება იმის პრობლემა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მართლა დაგეხმარება, რომ კარგი, შენთვის კარგი ცხოვრებით იცხოვრო. და კიდევ ერთ რაღაცას გეტყვი. ამ 3 წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მქონია ესეთი დღეები, როცა არ ვიყავი ხასიათზე, არ მჭირდებოდა მსგავსი სიტყვების მოსმენა და ბევრი ვიდეოც შემხვედრია, მაგრამ ყოფილა ისეთი დღეები, როცა ასეთ ვიდეოს უყურე, იმ მომენტში ძალიან გავბრაზდი, მომინდა რომ რაღაცა შემეცვალა, მაგრამ გვიანი იყო რაღაცა მეძინებოდა და დავიზინე უბრალოდ რა და ვიფიქრე რომ ხვალ რაღაცას გავაკეთებ, რომ ეს ყველაფერი შევცვალო და ესეთი დღე მეორეჯერ აღარ მქონდეს. მაგრამ მეორე დღეს გამიღვიძია, აღარც ის კაცი მახსოვდა, აღარც ის ვიდეო მახსოვდა და აღარც დიდად იმის სურვილი მქონდა, რომ რაღაცა შემეცვალა, იმიტომ რომ мотивация არ მქონდა. ცუდ ხასიათზე გავიღვიძე. და თუ გინდა რომ ესეთი რაღაცა შენ არ დაგემართოს, ახლავე ჯობია შენ თავს დაუსვა ის მარტივი შეკითხვები, რომლებიც დაგეხმარება, რომ შენ თავს გაუგო და მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც რეალურად დაგეხმარება, რომ ხვალინდელი დღე უკეთესად გაატარო. შეიძლება მილიონერი არა ვარ და არც ძალიან წარმატებული არა ვარ, მაგრამ ჩემი 3 წლიანი გამოცდილებიდან და წვალებიდან პირველი შეკითხვა, რომელიც შენ თავს უნდა დაუსვა, ყოველთვის და ყველგან არის რატო. ამიტომ მე მგონი ჯობია რომ ეგრე დაიწყო.